მთავრობა ფქვილზე მოქმედ საიმპორტო გადასახადს ზრდის. გადაწყვეტილების პარალელურად კი პურის მწარმოებლებმა საფასო პოლიტიკის გადახედვაზე მსჯელობა დაიწყეს. 28 თებერვლის დადგენილებით 200 კილოგრამზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას ფქვილის იმპორტიორს ტონაზე 250 ლარის ნაცვლად 300 ლარის გადახდა მოუწევს. აგროექსპორტის დამფუძნებელი ლევან ჯანაშია გვიხსნის, რომ წისქვილ კომბინატისთვის საიმპორტო გადასახადის არსებობა გადამწყვეტია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი იმ კრიზისულ ვითარებაში დაბრუნდება, რაშიც 2 წლის წინ იყო, რაც ადგილობრივ წარმოებას გაანადგურებს. ბოლო დროის ტენდენცია არის ხორბლის ფასის მატება. ბოლო დროის ტენდენცია არის რუსეთში დაუშვათ ვალუტის კურსის გამყარება, ჩვენთან ხან ტარდება, ხან შესაბამისად პირიქით იწევს კურსის ზემოთ, ფინანსური დათვლა და დაანგარიშება ამ პერიოდში არის ხოლმე შეუძლებელი. თუმცა ამის მიუხედავად ტენდენციურად ფაქტია ისიც, რომ ხორბლის ფასი ბევრად უფრო სწრაფად მიდის მაღლა, ვიდრე ფქვილის. მარტივი გადასაანგარიშებელი იყო უკვე ის მინიმალური ზღვარი, მოდი ასე ვთქვათ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კიდე თუ არა უშუალოდ ვიღაცას დიდი უპირატესობა ქონდეს თუ პატარა, ის მინიმალური ზღვარი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შიდა წარმოებას ასე თუ ისე საკუთარ თავის შეენახა და შეენარჩუნებინა. შესაბამისად დაანგარიშების პრინციპის მდგომარეობდა ზუსტად იმაში, რომ კონკურენტუნარიანი ყოფილიყო მინიმალური ფასით შიდა წარმოებული ფქვილი იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში. ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდის პარალელურად პურის მწარმოებლები პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ. პურის მცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ 2023 წელს მწარმოებლებმა პური 10 თეთრით გააიაფეს. დღეს კი მოვიდა დრო, რომ ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. მისი შეფასებით სავარაუდოდ პური 5-7 თეთრით გაძვირდება, რასაც პროდუქციის ნედლეულის გაძვირებით ხსნის. ხორბალი ამ ბოლო პერიოდში თუ 1 ტონა სადღაცა 700-800 ლარი იყო, ეხლა 1000 ლარს აცდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ჯარიმებზე, იმ 1000 საპუარზე, მარილზე, დამხმარე მასალებზე, შესაფუთ მასალაზე და ყველაფერზე და ამიტომ ხო ჩვენ უნდა იმ ფასს მიუბრუნდეთ რა, მე მგონია ხო ზოგიერთ წარმოება მე ახლა პურის ფასის ლიბერალიზაცია, ზოგმა შეიძლება 5 თეთრით შეცვალოს ეს ფასი, ზოგმა შეიძლება 7 თეთრით. მე არ ვიცი ახლა ეს წარმოებიდან გამომდინარე, წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე იქნება, აქ არ არის რაღაცა ისეთი საგანგაშო რაღაცა, მე ძირითადად მთავარია პური გამოწყვეს და მომხმარებელს მივაწოდოთ და არ იყოს ამაზე, ესე იგი ხარისხიანი იყოს ეს პროდუქცია. საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასის შემცირება უკვე შეიმჩნევა. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 6%-ით იკლო და $5.42 შეადგინა. წინა წელთან შედარებით ფასი 3.7%-ით არის შემცირებული. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მოცემულობა ნაკლებად ბუნდოვანი მოსავლის აღების შემდეგ იქნება. 28 თებერვლით დათარიღებულ დადგენილებაში წერია, რომ ფქვილის გადასახადის მოქმედების ახალი ვადა 1 აპრილი იქნება. თუმცა მეხორბლეთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ დადგენილმა ვადამ კიდევ გადაიწიოს. მათი შეფასებით, რადგან ბაზარზე ამის საჭიროება კიდევ არსებობს. ეს ხელს უწყობს იმას, რომ წისქვილების კომბინატების მუშაობა გაგრძელდება და შესაბამისად შეფერხება არ იქნება. თვითონ მე ქართველი მეხორბლეები, რომელსაც ივნისის თვეში მოდის ხორბალი ჩააბარებენ წისქვილ კომბინატებში უპრობლემოდ ხორბალს და შესაბამისად ეს არის ის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ წელიწადნახევარია უკვე ვაკვირდებით და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარი არის სტაბილური, როგორც ფქვილში, ისე პურში. რეალურად ჩვენ შევხედავთ მე, რომ პარამეტრების მიხედვით უკვე შემდგომი გაგრძელება როგორ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პარამეტრები იცვლება ხშირად რუსულ მხარეს და შესაბამისად ჩვენ ამას უნდა უპასუხოთ ქართულ მხარეს. ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქათოზეც. იმპორტირებული ქერისა და ქათოს შემოტანის ღირებულება გაორმაგდა და 200 ლარი გახდა.